დასრულდა აჭარის ჩემპიონატი ბილიარდის ერთ-ერთ სახეობა კომბინირებულ პირამიდაში. ფინალში ერთმანეთს ნუგზარ თებიძე და დავით ჯორბენაძე დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ანგარიშით 5-1 თებიძის გამარჯვებით დასრულდა. ჩემპიონატის მესამე საპრიზო ადგილზე კი მანუჩარ მოწყობილი გავიდა. გამარჯვებული და პრიზიორები თასებით, მედლებითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ. ჩემპიონატის მონაწილე საუკეთესო 5 სპორტსმენით რეგიონის ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც ქვეყნის ეროვნულ პირველობაზე იასპარეზებს. დღესვე დაანონსდა, რომ ბათუმი 2015 წელს თავისუფალ პირამიდაში ქალთა და ვაჟთა-შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ეს იყო გარკვეული ძალთა დათვალიერება საქართველოს ჩემპიონატის წინ, რომელიც ჩატარდება მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, 19-დან 24 სექტემბრამდე ქალაქ ბათუმში. ეს არის ტრადიციული საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც ტარდება ხოლმე სექტემბრის თვეში ქალაქ ბათუმში. გამოიკვეთა აჭარის ნაკრები გუნდის შემადგენლობა, რომელიც 5-ან 6 კაცის შემადგენლობით მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ჩემპიონატში. 2014 წლის აგვისტოს თვეში ვიმყოფებოდით ქალაქ მინსკში, სადაც გადაწყდა ევროპის ჩემპიონატის ჩატარება ქალაქ ბათუმში 2015 წლისთვის. ამ ჩემპიონატში მონაწილეობენ ევროპის უძლიერესი სპორტსმენები და ევროპის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით 2015 წელს აუცილებლად გაიმართება ქალაქ ბათუმში ევროპის ჩემპიონატი ბილიარდში, თავისუფალ პირამიდაში.